მას უყვარდა ძალიან ქართული კულტურა, უყვარდა ქართული ტრადიციული მუსიკა. მაშინ იყო სიონის საკათედრო ტაძარში ცდილობა, რომელიც შედგა, რა თქმა უნდა, საბოლოოდ აღედგინა ძველი ქართული საგალობლები. და მაშინ იყო საუბარი, რომ გაჟღერებულიყო ქართკახური კილო კარბელაშვილების, მეფე კარბელაშვილების და რამოდენიმე საგალობლები თხოვა, რომ შენ შეასრულე ხომეო, ჩვენთან იარეო. და აი აქედან დაიწყო ეს ურთიერთობა, რომელსაც რაღაც გარკვეული პერიოდი გასტანა და მასთან ერთად ვიყავი მაგალითად რამოდენიმე ქვეყანაში. ასევე საქართველოს რეგიონებში, როცა წირვალოთის დროს დადიოდა, ჩვენი გუნდი მიდიოდა და ბუნებრივია ჩვენს და იცი რა მინდა ვთქვა ერთი სიტყვით, რომ იყო ძალიან დელიკატური ადამიანი. აი ძალიან ბევრ წვრილმას აქცევდა ყურადღებას. აი ჩემი აზრით მის მიმართ დიდი სიყვარული აი აქედანაც არის წამოსული რა. აი ის იყო რაღაცა ძალიან უშუალო ადამიანი. ძირითადად ხო ნაკლებს საუბრობდა, ძირითადად ისმენდა და ფიქრობდა. მაგალითად, როდესაც სტუმარი ყავდა, რაღაც თქვა ერთი კვირის შემდეგ და უნდა რომ ვიღაც ჩვენ ახალგაზრდებს გვემღერა. გთხოვდა მისვლას და წინასწარ პირდაპირ დაერეკა ვიღაცას მაგალითად თქვა რომ აი პატრიარქს უნდა და მოდით და იმღერა, ხო მე ვიდოდით, ხო? მაგრამ არა, თვითონ გთხოვდა მისვლას და გვეუბნებოდა რომ აი თუ შეიძლება რომ მაგალითად ერთ კვირაში მოხვიდეთ და იქნება აქ მიმღეროთ. სხვათა შორის კიდევ აი ხელოვნების ხალხში ხო აი რაღაც გარკვეული ეს ერთმანეთის დაპირისპირება და ეკეთყოდა ხოლმე რომ მოდი აქ აი ჩვენთან რაღაცა ხდება და აი დაგახვედრებდა იმ ხალხს კიდე რომლებთანაც რაღაცა ეს პრობლემა ჰქონდა, მაგრამ იქ კი არ იწყებდა საუბარს რომ აი თქვენ რაღაცა დაბა შერიგდით და არა, აი ძალიან ისე რა დიპლომატიურად ახერხებდა რომ რაღაცა იქით ხარეს ის ვდარიყო, აქეთ ხარეს ეს ვდარიყო, რაღაც ურთიერთობა შემდგარიყო, დამთბარიყო და ასე შემდეგ და მე ძალიან მტკივა დღევანდელი დღე. რა თქმა უნდა, ჩემთვის საქართველოს პატრიარქამდე, პატრიარქის გადაცვალებამდე და მის შემდეგ რაღაც მგონია რომ რაღაცა სხვადასხვა იქნება რა, რაღაც ესეთი წარმოდგენა მაქვს.